კონკურსში შერბიან. თბილისის საკრებულომ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან და საავტორო უფლებათა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები უზრუნველყოფენ ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ნებისმიერი დაინტერესებული პირის კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ ჩართულობასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. როდესაც ხდება ინოვაციური შემოქმედებითი სახელოვნებო ლიტერატურული პროექტების განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანი არის თანამშრომლობა სწორედ ამ ორგანიზაციებთან, რადგან ამ ორგანიზაციების მიზანი არის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, ხოლო კონკურსი თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალდარგოვანი სახელოვნებო და ლიტერატურული კონკურსი. ჩვენ საკრებულოს და საავტორო უფლებათა ასოციაციის თანამშრომლობით გავუადვილებთ, ასე ვთქვათ, შემოქმედ ხალხს, რომ მიიღოს სარგებელი თავიანთი შემოქმედებით აქციონ ბიზნესად თავის საქმე. მინდა რომ კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა საავტორო უფლებების კუთხით, საზოგადოებრივი ცნობიერების კუთხით, რომ სახელმწიფო მეტად იყოს ჩართული იმ პრობლემატიკაში, რაც დღესდღეობით კიდევ არსებობს ამ სფეროში და ერთობლივად შევძლოთ, რომ დავსახოთ რეალური გზები ამ პრობლემატიკის აღმოსაბრალად.